იცი რა იყო საინტერესო, მად მიაქცევა ყურადღება, აი ბევრ შეიძლება არ მიუქცევია ყურადღება. ეხლა არტემისის არაჩვეულებრივი მაღალი გარჩევადობის დედამიწის სურათი როა, გიორგი, ეგ ღამიდან არის გადაღებული. აი ეგ არის საინტერესო. ძველი აპოლონის სურათები წარმოიდგინე, მათ ხო ფოტოპირფიტები ჰქონდათ რა. ჩვენ რო დავინახეთ ეხლა თუ ნახეთ ის სურათი თუ გნებავთ დედამიწის ფოტო რაც არის, მზე უკან არის მოქცეული. ანუ ღამის მხრიდან აი ეგ არის განსხვავება, ხო? აი ეს რასაც ხედავთ ეხლა თუ კალს ის როგორც მთვარის კალი ისე ჩანს და აქ დაიკვირვება კიდევაც პოლარული ციალები პოლუსებზე. ანუ ღამიდან არის გადაღებული, მაგრამ დიდი ექსპოზიციით და დიაფრაგმა იყო. და ამას აქედან ხვდან მთვარი ანათებს. აქედან ეხლა მთვარის განათები კი, მთვარის ანათებს ბუნებრივია, მართალი ხარ შენ ეხლა, მაგრამ ასეთ განათება იმდენად არა. თუმცა აბსოლუტურად მართალი ხარ, მთვარე თითქმის იყო ჯერ არ იყო სამსაფრთხოებაში ეგ რო წავიდა არტემისი, როგორც კი, მთვარის შუქი მოქმედებდა ამაზე, კი ბატონო, ისევე როგორც ჩვენ ხედავთ მთვარის უკანა მხარეს, ეგრეთ წოდებული ფერფლისფერი ნათება ქვია, რკალის მთვარის შენ მეორე მხარესაც რო ამჩნევ, ანალოგიური აქვს დედამიწასაც, ბუნებრივია მთვარიდან არ ეკლი და კი, აბსოლუტურად მართალი ხარ, მადაც ეგ სინათლეც ეხმარებოდა, ბუნებრივია, რომ უფრო კონტრასტი გამოეყვანა და იმიტომ მოხდა ამ სურათის ესეთ გადაღება, თორე კიდევ მეორე მთლიანი კადრის ფოტოები წინა მხრიდან დღის მხრიდან ჰქონდათ აპოლონის მისიებს გადაღებული და არა მარტო აპოლონისა, სხვა მისიებსაც გადაღებული რა.